12 წელიწადი კოცები ვერ ხვდებოდნენ, რომ აღსადგენი იყო სამშობლოს ღალატის მუხლი, მაგრამ აი ახლა აღდგა თუ რომ სამშობლოს ღალატის მუხლი გაახსენდათ, გააკეთეთ. გააკეთებს ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ნამდვილად, მაგრამ მე ერთი კითხვა მიჩნდება, ლოგიკური კითხვა მიჩნდება. ახლა რო თქვენ სამშობლოს ღალატს აღადგენთ. თქვენ რო სამშობლოს ღალატს აღადგენთ, იქამდე მომხდარი სამშობლოს ჩადენილი დანაშაულებები, იმიტომ რომ მაგ დროისთვის სამშობლოს ღალატის მუხლი არ არსებობდა. ანუ დასჯადი ვერ იქნება, ხო? იმიტომ რომ უცემის ძალა არ აქვს კანონს, თუმცა რომანულ გერმანულ სამართალში. ანუ ვინც აქამდე უღალატა ქვეყანას, მათ შერჩეს ყველაფერი. აი როდესაც ახლა ისინი მიიღებენ სამშობლოს ღალატის კანონს. აი იქედან ნაწილი ვინც დაიწყებს სამშობლოს ღალატს, იმათ შეეხებათ ყველაფერი. ესა სიმართლე. ახლა გვეტყვიან რომ კი მართალიაო, თქვათო, აი კოჰაბიტაციას ვასრულებ თამაშებით, მე ამას თავშივე ვამბობ, იმიტომ რომ ეს ასე იქნება. კი, მაშინ სამშობლოს უღალატეს, მაგრამ მაშინ სამშობლოს ღალატის მუხლი არ არსებობდა. აი როცა მიიღებენ იმ მომენტიდან დაიწყება. ეს კანონი, აი რატო გეუბნებთ, რატო იყო მნიშვნელოვანი და რატო არის მნიშვნელოვანი. 2012 წელს ესენი რომ მოეთრიენ, მაშინ რომ მიიღოთ ეს კანონი და თუნდაც არ ემოქმედებიათ და შერჩევითი სამართალია ქვეყანაში და ყოფილიყო ასე მიშვებული, მაგრამ კანონი არსებობდა. 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე ჩადენილი დანაშაულები რაც იქნებოდა, ხო? გამოძიებულები, ეს ყველაფერი რაც ახლა ნელ-ნელა აღმოჩნდება ყველაფერი, ამაზე ცალკე მინდა გესაუბროთ, ყველაფერი მოიქცეოდა ამ ჩარჩოში. სამშობლოს ღალატის ჩარჩოში. და ვინც უღალატა აქამდე ქვეყანას, მათ ასე გამოდის სამართლებრივად შერჩევათ ეგ ყველაფერი. არ ვიცი, კოცებისას ადამიანი ვერ გაიგებს. არ ვიცი, რა შეაბრუნებენ და შემოაბრუნებენ, თუმცა ბოლოს საბოლოოდ მაშინ დავიჯერებ, ერთი როცა იქნება ეს აღდგენილი და პირდაპირ იქნება საკანონმდებლო მაცნეში იქნება გამოქვეყნებული, ამის მერე გახდება ეგ ყველაფერი. 2008 წელს სამშობლოს ღალატის მუხლი არ არსებობდა, ჩემო საბა. 2007 წელს იქნა ეს გაუქმებული. 2007 წელს ამის პარალელურად მოხდა გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიის აღდგენა. ამას მოყვა 2008 წლის ომი. ამას მოყვა სხვა უამრავი კოდორის, დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის ქსნის ხეობის ჩაბარებები და სამართლებრივი საკითხი რომ სამშობლოს ღალატი არსებობდა, არის. ეგარ. 2004-ის მოვლენებიც სამშობლოს ღალატი იყო, რაც გააკეთეს, კი ბატონო, ეს ჩვეულებრივი ჩემო კარგებო, ვისაც კითხვები გაქვთ, ბოლოსკენ გადმოდით რა. ბოლოსკენ დამიშვით კითხვები და ბოლოსკენ გაგცემთ პასუხს. ბოლოსკენ. ახლა რაც შეეხება დღევანდელ ამბებს, რომელიც პარალელურად ვხედავთ ჩვენ ამ ყველაფერს, რასაც ქოცური ტრიბუნალი რას უნდა ვფიქრობდე, ჯიგარო, არის პატრიოტი ბიჭი არის, უყვარს საკუთარი სამშობლო, პრინციპული ტიპი არის, უბრალოდ ძმაო, მე მაგის დამოკიდებულებას, რა ვიცი, რა დროს ჰიტლერი და რა დროს გიმლერი არის და იგიც ქართველი კაცისთვის, რომელსაც ზვიადი და მერაბი ყავს. მე დიდ პატივს ვცემ მაგ ბიჭს, როგორც პიროვნულად მის შეხედულებებიდან გამომდინარე, მაგრამ მის იდეოლოგიურ შეხედულებას მაგ საკითხში, რომ არ ვეთანხმებ ბევრ რაღაცებზე, ახლა მეტი რა გითხრა. და ესა ჩემი პასუხი. პიროვნულად არის ვაშკაცი ბიჭი არის, პრინციპული ბიჭი არის, თავის შეხედულებებს, თავის აზრს არ უღალატებს, როცა დაიჭირეს მაშინაც ტყილა უბრალოდ ყავდათ ციხეში ჩაგდებული და ხარშიც ვედექით და ამბობდით იმ უსამართლობას და ეს იყო ტყილა უბრალოდ დაიჭირეს, მოგვიჯეთ, ტყილა უბრალოდ ახეხიეს ციხე. ეს არის 3 წელიწად ნახევარი, მაგრამ არ დაუწყია იმას ტირილი და არ იმას უქნია, დარჩა მისი პრინციპების და მისი ერთგულების ეს ბოლომდე მოდი მაგით ცალკე თემა არის, რადგან ძალიან გაინტერესებდა. მაგიტო გიპასუხე. ახლა გავირკვიოთ